Ეთერში საინფორმაციო სამსახური განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ეს არის ახალი 6 სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად საღამო მშვიდობის. ვინ უხელმძღვანელებს დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს. მას მოსწონს ის ფაქტი, რომ საზოგადოება ასეთ ინტერესს გამოხატავს მთავრობის შემადგენლობის მიმართ, რაც მისივე თქმით ჯანსაღი პროცესი არის, გამოცდილებად ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ აქამდე არ ქონია. მე როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მზად ვარ შეხვდე და ვითანამშრომლო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე საკუთარი პოზიცია გამოეთქვა, აცხადებს ივანიშვილი. შეგახსენებთ 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ ივანიშვილს გუშინ მიმართა და მოუწოდა მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოიჩინოს საჯარო მოხელეების შერჩევისას. საუბარია დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატზე დავით დარახველიძეზე. არასამთავრობოების 18 საარჩევნო კამპანიის დროს მან რასისტული გამონათქვამები გამოიყენა. მე მზად ვარ მინისტრობის კანდიდატთან ერთად აღნიშნულ საკითხზე დისკუსია გავმართო არასამთავრობო სექტორთან და მოვისმინო მათი შეხედულებები და წინადადებები. ეს არის განცხადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ქუთაისში სამზადისი დასასრულს უახლოვდება. ახლა დაშენებულ პარლამენტის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტი ხვალთავის პირველ სხდომას გამართავს. შემოწმებულია ხმის აპარატურა სხდომათა დარბაზში. სხდომების მართვის ელექტრონულ სისტემას კი საბოლოოდ უტარდება ტესტირება. შეგახსენებთ, სადეპუტატო მანდატი მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოიპოვა. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის კანონმდებლობას ქართული ოცნების 85, ხოლო ნაციონალური მოძრაობის 65 წევრი განსაზღვრას. მას ასე როგორ დახვდება მერვე მოწვევის პარლამენტს ის შენობა, სადაც ჯერ კიდევ არც ერთი სესია არ ჩატარებულა. ხვალინდელ ისტორიულ მოვლენას ნოდარ ჩაჩუაც დაესწრება. ახლა მისგან შევიტყობთ უკანასკნელ დეტალებს ქუთაისიდან. ნოდარ, საღამო მშვიდობის. დიახ სოფო, ძნელი სათქმელია რომ გითხრა რომ ამ წუთებში პარლამენტის სხდომათა დარბაზში და პარლამენტის შენობაში ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს ხო და ყველაფერი მზად არის იმისთვის რომ ხვალინდელი დღე და ხვალინდელი პირველი სხდომა გაიმართოს ხო, ვინაიდან ჯერ კიდევ 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები როგორც პარლამენტის შიგნით ასევე პარლამენტის გარეთ. ჯერ კიდევ ასე ვთქვათ ძალიან დიდი საკმაოდ ბევრი და დიდი მტვერია თავად პარლამენტის დერეფნებში. ერთადერთი რაც სრულად არის დასრულებული ეს არის თავად პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ დაამონტაჟეს ხმის გამაძლიერებელი ტექნიკა და აპარატურა და უკვე რამდენიმე წუთის წინ ასევე შევიდა და დაათვალიერა კოალიცია ქართული ოცნების საპარლამენტო ჯგუფმა თითქმის სრული შემადგენლობით თავად პარლამენტის შენობა. სწორედ ისინი აკეთებენ მსგავსი ტიპის განცხადებას, რომ თავად პარლამენტის შენობა ჯერ კიდევ მოუმზადებელია პირველი სხდომებისთვის, თუმცა მიუხედავად არასამუშაო პირობებისა ისინი ქართველი ხალხის არჩევნებს პატივცემენ და ისინი გამართავენ პირველ სხდომას. ამას აკეთებენ, ამ განცხადებას აკეთებენ ისინი უკვე როგორც უმრავლესობის წარმომადგენლები, როგორც პარლამენტში უკვე ხვალიდან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, როგორც ისინი ამბობენ პარლამენტის დასრულებას და თავად პარლამენტის შენობის სრულყოფილად დასრულებას ჯერ კიდევ რამდენიმე თვიანი სამუშაოები ჭირდება. როგორც უკვე გითხარით, სამუშაოები აქ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. რაც შეეხება უკვე პოლიტიკურ ნაწილს, თავად ქართული ოცნების წარმომადგენლები აკეთებენ უკვე განცხადებებს, ისინი როგორც გითხარით, აქ იმყოფებიან ქუთაისის პარლამენტის შენობაში, უკვე მათ დაიკავეს ადგილები თავად და დაათვალიერეს თავად სხდომათა დარბაზი, სადაც ხვალ უკვე პირველი სხდომა უნდა გაიმართოს და ისინი უკვე აკეთებენ პირველ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ფრაქცია ეყოლება კოალიცია ქართულ ოცნებას. როგორც ისინი ამბობენ, კოალიცია ქართული ოცნება პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იქნება 3 ფრაქციით, ერთი ფრაქცია და საკმაოდ დიდი მოზრდილი ფრაქცია დაახლოებით 50-55 კაციანი ფრაქცია ეყოლება კოალიცია ქართულ ოცნებას, რომელსაც ზაქარია ქუცნაშვილი უხელმძღვანელებს. ასევე იქნება ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები და ასევე იქნება ფრაქცია რესპუბლიკელები. ანუ ამ 3 ფრაქციაში გადანაწილდება კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები. დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში და თავად პარლამენტის შენობაში არ გამოჩენილან ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ნაციონალური მოძრაობის წევრები. შესაბამისად უცნობია რამდენი ფრაქციით იქნებიან ისინი წარმომადგენლები, ვინ ეყოლება და ვინ იქნება მათი წარმომადგენელი სპიკერატში. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ იმ დეპუტატების, ქართული ოცნების იმ დეპუტატების კომენტარები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ მოვიდნენ აქ ქუთაისის პარლამენტში. ძალიან ბევრი კითხვები მაქვს. აი ეს ამდენი დაუმთავრებელი მშენებლობა რაღაც სიმბოლურად არის ყველაფერი. აი რაღაც აი ეს დიდ ბუტაფორიას აშენებდა სააკაშვილი და ვერასწავლს. ხედავთ ნახევარი უკვე გარეთ არის დაშენებული. სხდომათა დარბაზი არის წყობაში. პრაქტიკულად ყველა სხვა ოთახში ახლაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ზოგი ღებავს, ზოგი
მოცასველ წერტილებს ამზადებს 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მინიმუმ თვეები დაჭირდება ამ შენობას სანამ ის დამთავრდება ჩვენ ვიცით რომ სამ ფრაქციაზეა საუბარი ანუ ქართულ ოცნებას ეკნება ძალიან დიდი ფრაქცია ეს გახდა 55 კაციანი ფრაქცია გარდა ამისა ცალკე ფრაქციებს ქმნიან თავისუფალი დემოკრატები რესპუბლიკელები ბუნებრივია რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნიათ ჩვენთან შედარებით პარტიული საქმიანობის 30 წლიანი ასევე კონსერვატორები აპირებენ ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელი იქნება ბატონი ზაქრო ხუცნაშვილი კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი როგორც კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ რომლებიც სულ ცოტა როგორც უკვე გითხარით სულ ცოტა ხნის წინ მოვიდნენ ქუთაისის პარლამენტში არის მე-7 სართული ამ პარლამენტის შენობაში მე-7 სართული სადაც განთავსებულია საკმაოდ ფეშენებელური საკმაოდ კარგი დასასვენებელი კომპლექსი ასევე თავისი კორტებით როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ ნაციონალურმა მოძრაობამ ეს სწორედ როგორც ის ნაციონალური მოძრაობა ფიქრობდნენ ისინი მოვიდოდნენ უმრავლესობით ამ პარლამენტში და მათ მოიწყვეს საკმაოდ კარგი დასასვენებელი ადგილი ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით ეს ადგილი პირველ რიგში იქნება გაუქმებული რადგან ღარიბი ქვეყნის პარლამენტს არ აქვს იმის ფუფუნება რომ ასეთი ძვირადღირებული და ფეშენებელური დასასვენებელი კომპლექსი კონდეს თავისი კორტებითა და ასე შემდეგ რაც შეეხება უკვე ხვალინდელ დღეს ხვალ პირველი სხდომა გაიმართება პირველი საათისთვის პირველ საათზე სხდომის რეგლამენტი კი ასეთია პირველი ვინც სხდომას გახსნის ეს იქნება უხუცესი პარლამენტის უხუცესი წევრი და ასეთი არის სწორედ გოგი ოჩიაური რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის სიით შემოსული დეპუტატი სწორედ ის გახსნის დღეს ხვალინდელ პირველ სხდომას შემდეგ უკვე სიტყვას გადასცემს პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მისასალმებელი სიტყვის შემდეგ კი უკვე საქართველოს პრეზიდენტი მიანიჭებს უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტს და უკვე საქართველოს პარლამენტი აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის თავმჯდომარეს ირჩევს პარლამენტის უმრავლესობა კი კოალიცია ქართულ ოცნებას ხავს და შესაბამისად უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის რომ კოალიცია ქართულ ოცნებას შერჩეული ხავს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის და ეს იქნება დავით უსუფაშვილი სწორედ ის დაიკავეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს ხვალ უკვე იქნება მსჯელობა პარლამენტის ვიცე-სპიკერებთან დაკავშირებით ხვალვე ჩამოყალიბდება კომიტეტები და კომიტეტების თავმჯდომარეებიც ძირითადად იქნებიან კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები რაც შეეხება უკვე თავად ოპოზიციას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კი კომიტეტის თავმჯდომარეების მოადგილეების თანამდებობებს დაიკავებენ ასევე შეიქმნება ხვალ უკვე ფრაქციები რომელზეც მე თქვენ უკვე გესაუბრეთ სამი ფრაქცია კოალიცია ქართული ოცნებიდან და უცნობია რამდენი ფრაქცია ეყოლება ნაციონალურ მოძრაობას. აი ეს იქნება ის ძირითადი ბირთვი, რომელიც საპარლამენტო ცხოვრებას ჩაუდგება სათავეში, სწორედ ეს ადამიანები, ანუ პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერები, ასევე კომიტეტის თავმჯდომარეები, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები და ფრაქციების თავმჯდომარეები. სწორედ ასე დაკომპლექტდება ბიურო, რომელიც იღებს ხოლმე გადაწყვეტილებებს თუ რა საკითხები უნდა იქნას გატანილი განსახილველად მომდევნო სხდომებზე. აი ასე რაც შეეხება მთავრობის დამტკიცება უკვე კი მომავალი კვირისთვის უკვე კვირის დასაწყისში იგებება ორშაბათს აქ უკვე პირველი ბიურო გაიმართება. ეს მოკლედ ხვალ უკვე დავველოდოთ ისტორიულ სხდომას, უფრო მეტ დეტალს ისტორიული სხდომის შესახებ უკვე ხვალ მოგიყვებით. დიდი მადლობა ნოდარ ჩაჩვა საუბრობდა პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან მაშინ ასე უმრავლესობას ახალი შენობა არ მოსწონს რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას დაგეგმილია სამი ფრაქციის ფორმირება. მომავალ პარლამენტში ყველაზე მრავალმანდატიანი იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ფრაქცია რომელშიც პარტიული სიით რასული დეპუტატები და რამდენიმე მაჟორიტარი რაერთიანდება. შეიქმნება ასევე ორი მცირერიცხოვანი მხოლოდ მაჟორიტარებისგან შემდგარი ფრაქცია სახელწოდებით ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარები და ასევე ნაციონალური მოძრაობა რეგიონები ვინ ჩაუდგება სათავეში ამ ფრაქციებს ეს უკვე ცნობილია ასევე ცნობილია საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის ვინაობა ამ თემაზე სასაუბროდ პირველი სესიის ჩატარებამდე ოპოზიციამ ჟურნალისტები მიიწვია ოპოზიციას პარლამენტში ჭირდება მეტი გამოსასვლელი დრო, ჭირდება მეტი გამომსვლელი, ჭირდება მეტი ხმა ბიუროზე, ჭირდება მეტი ფრაქციის აპარატი, აქედან გამომდინარე იქნა სწორედ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ერთიანი საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში შექმნილიყო სამი საპარლამენტო ფრაქცია. პირველი საპარლამენტო ფრაქცია იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ეს იქნება საპარლამენტო უმცირესობის ყველაზე დიდი ფრაქცია. მეორე საპარლამენტო ფრაქცია იქნება ნაციონალური მოძრაობა რეგიონები, მესამე საპარლამენტო ფრაქცია იქნება ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარები.
ლიბერალი ტელეკომპანია იმედის მფლობელთან ინა გუდავაძესთან ინტერვიუს არქვეყნებს ტელერადიო კომპანია იმედის ჰოლდინგ სავარაუდოდ ბადრი პატარკაციშვილის უფროსი ქალიშვილი ლიტა პატარკაციშვილი უხელმძღვანელებს ჰოლდინგის ხელმძღვანელის მოადგილეთრი რევას საყევარიშვილი დაინიშნება. ის უკვე შევიდა ტელევიზიაში და სიტუაციას ეცნობა ამ ადამიანს ბევრმა გაუწია რეკომენდაცია გვირჩიეს რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ და მოგვეჩვენა რომ მისი კანდიდატურა ყველა სჯობდა აცხადებს გუდავაძე. მისივე თქმით საკადრო ცვლილებები გატარდება, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი არხის ძველი ადმინისტრაცია კი კომპანიიდან მთლიანად გავიდა. ამასთან გუდავაძის განცხადებით ოჯახში ეპირდნენ რომ ჰოლდინგს დავალიანება არ ექნება. ეს არის ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის ინა გუდავაძის ინტერვიუ, რომელიც მან ჟურნალ ლიბერალს მისცა. იმედის 10%-იანი წილის მფლობელი ჯოზეფ ქეიტი კალიფორნიაში მანქანის მართვის გაკვეთილებს უძღვება. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი ვებგვერდი ავრცელებს. გავრცელდა 2012 წლის ივლისითა და სექტემბრი დათარიღებული ფოტოსურათები, რომელზეც გამოსახულია სავარაუდოდ ჯოზეფ ქეი ავტოგაკვეთილის ჩატარებისას. ჯოზეფ ქეი იდივე იოსებ კატიაშვილი მედიის ყურადღების ქვეშ 2008 წლის დასაწყისში პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მოერცა კერძოდ. მან განაცხადა, რომ მედია ჰოლდინგის წილის 70% შეისყიდა ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისგან და ასევე გააჩნია პატარკაციშვილის სხვა აქტივების განკარგვის უფლება. ქეის უფლება ქართულმა სამართლომ აღიარა. ეს გადაწყვეტილება პატარკაციშვილის ოჯახმა გაასაჩივრა. გარდაცვლილი ბიზნესმენის ახლობლები კი აცხადებენ, რომ ქეი პატარკაციშვილის ქონებას ყალბი დოკუმენტებით დაეპატრონა. ცოტა ხნის შემდეგ კი საზოგადოებისთვის გაურკვეველ ვითარებაში ტელეკომპანია იმედის 100%-იანი წილის მფლობელი მედია პროდაქშენ გრუპი გახდა. რამდენიმე დღის წინ კი ტელერადიო იმედი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. ახალი დეტალები ტელეკომპანია პიტის ირგვლივ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის დია ჭანტურიას გადაწყვეტილებით პიტმა მაუწყებლობაში აჩერა ჟურნალისტები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სახელზე პეტიციას აღზარდნენ. ისინი საბჭოს წევრობისგან მომხდარის გამო რეაგირებას მოითხოვენ. კონკრეტულად რა ვითარება ამ დროისთვის ტელეკომპანია პიტზე, ამის შესახებ ახლა პირდაპირ ეთერში თამარ მახარაშვილი ისაუბრებს. თამარ, გისმენთ. ტელეკომპანია პიკის ჟურნალისტებმა უკვე გაუგზავნეს პეტიციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. პიკის ჟურნალისტები მოითხოვენ დადგეს გია ჭანტურიას უნდობლობის საკითხი და რეაგირება მოხდეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ტელეკომპანიასთან დაკავშირებით. მე წაგიკითხავთ ფრაგმენტს ამ პეტიციიდან. ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის სრულიად შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ის ბრალდება, რომელიც ბატონი გიორგი ჭანტურიას ჩვენს მიმართ გააჩნია. კერძოდ იგი მოითხოვს ტელეკომპანია პიკთან ურთიერთობების გადახედვას იმ მოტივით, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის თანამშრომლებმა გაბედეს და პროტესტი გამოხატეს პირდაპირ ეთერში. დასვეს სრულიად ლეგიტიმური კითხვები, მათ შორის საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც მისი თქმით საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს დარტყმის წინაშე აყენებს. ამით ბატონი ჭანტურია პირდაპირ და დაუფარავად ცდილობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას, ილაშქრებს ჟურნალისტის მთავარი ფუნქციის წინააღმდეგ, დასვას კითხვა და ახორციელებს დეკლარირებულ ცენზურას. დეკლარირებული ცენზურა სწორედ ასე უწოდეს გია ჭანტურიას პოზიციას და მის წერილს ტელეკომპანია პიკის თანამშრომლებმა. ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში, ისევე ტელეკომპანია პიკში შემოვიდეს აუდიტი და მოხდეს გაწერა თუ სად მიდიოდა და გაირკვეს თუ სად მიდიოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანხები და როგორ იხარჯებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანხები ტელეკომპანია პირველ კავკასიურში. ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ერთი მხარეც აცხადებს, რომ მე ვარ მართალი, მეორე მხარეც ამბობს, რომ მე ვარ მართალი, დამნაშავე მე ნამდვილად არა ვარ, ხო? ანუ გამოარკვიოს შესაბამისმა ორგანოებმა, ვინ არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამნაშავე და მოხდეს მისი სრული კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა. ჩემში ასევე დიდი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ერთ-ერთ საბაბად და მიზეზად დასახელდა პიკის ჟურნალისტების პროტესტი, რომელიც ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი ეთერის მეშვეობით. და დასვა ეს სიტყვის თავისუფლების გარანტმა ერთ-ერთმა, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა გია ჭანტურიამ და ეს როგორც ყველა ჟურნალისტმა აღიქვა როგორც ზეწოლა და შეურაცხყოფა ზოგადად.
ტელეკომპანია პიკის თანამშრომლები ამ დროისათვის აგროვებენ ხელმოწერებს, რათა საზოგადოებრივ მაუწყებელში და ტელეკომპანია პიკში შევიდეს აუდიტი და გაირკვეს იმ 2 მილიონი ლარის ბედი, რომელიც ტელეკომპანია პიკისთვის ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი. დიდი მადლობა თამარ მახარაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში რა მოხდა პიკზე და რატომ შეაჩერა მაუწყებლობა ტელეკომპანიამ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირთან ხელშეკრულება დააუქმა. რა გახდა ამის რეალური მიზეზი და აქვს თუ არა კავშირი ხელშეკრულების დაუქმებასთან პიკის მიერ გამოხატულ პროტესტს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია პროტესტის ნიშნად საინფორმაციო გადაცემაში მდუმარე სიუჟეტები გაუშვა. პროტესტი კი რამდენიმე დღით ადრე სატელიტიდან ტელეკომპანიის დათიშვამ გამოიწვია. თუ კონტენტთან იყო რამე პრობლემა, ამის შესახებ ჩვენ უნდა გვცოდნა და ადრე, აქამდე. და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის უბრალოდ რაღაცა საბაბი იმისთვის, რომ არხი გაითიშოს. თუ რაღაც პრობლემაა ფინანსური თვალსაზრისით და ჩვენი დონორი ფულს ვეღარ გვირიცხავს, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ ვეღარ გვირიცხავს ფულს. ამისთვის ვითხოვთ კიდევ ერთხელ აუდიტს, რომელიც გაარკვევს, თუ რა მიზეზით გაქრა ფული. ჩვენ როგორც ჩვენ ვიცით, არანაირი ფინანსური დარღვევები არ გვქონდა. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ორივე მხარესთან ჩატარდეს ეს აუდიტი, პიკზეც და საზმაუწყებელზეც და გაირკვეს დამოუკიდებელი ადამიანების მიერ დაიდოს დასკვნა, თუ სად წავიდა ჩვენი თანხები. ტელეკომპანია პიკთან ურთიერთობების შეწყვეტის მთავარ საფუძვლად ასახელებს იმას, რომ ტელეკომპანია პიკის ჟურნალისტებმა გაბედეს და პირდაპირ ეთერში გამოხატეს პროტესტი და დასვეს კითხვები, სრულიად ლეგიტიმური კითხვები, მაგალითად საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით, რამაც ბატონი გია ჭანტურიას თქმით, საფრთხე შეუქმნა და დარტყმის ქვეშ დააყენა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ მივმართოთ სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და მოვითხოვოთ საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალური დირექტორის ბატონი გია ჭანტურიას გადაყენება, იმიტომ რომ ესეთი დეკლარირებული ცენზურა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში გახდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოხსნის საფუძველი. თუ სამეურვეო საბჭო სათანადო რეაგირებას არ მოახდენს აღნიშნულ ფაქტზე, მაშინ ჩვენ გაგვიჩნდება სრულიად საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბატონი გია ჭანტურიას მიერ დეკლარირებული ცენზურა იყო შეთანხმებული სამეურვეო საბჭოსთან ან თანხმედრაშია მათ მოსაზრებებთან. რა პასუხი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს? გენერალური დირექტორი გია ჭანტურია ტელეკომპანია პიკის მიერ ხელშეკრულებით რათვალისწინებული პუნქტების დარღვევებზე საუბრობს. ჭანტურიას პირიქით პიკის მიმართ აქვს პრეტენზიები. ხელშეკრულების დაუქმების მთავარ მიზეზებად ჭანტურია ტელეკომპანიის მიერ ერთ-ერთ სატელიტზე სიგნალის თვითნებურად მიწოდებას და ჟურნალისტების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციას ასახელებს. აქვე ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ ხელშეკრულების დაუქმება ორმხრივი მოლაპარაკების შემდეგ თავად პიკის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ფარულავამ მოითხოვა. ტელეკომპანია პიკთან 2012 წლის 13 იანვარს დადებული ხელშეკრულებით სატელევიზიო სიგნალის სატელიტზე აწევა და მისი მართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ექსკლუზიურ უფლებას წარმოადგენს და შესაბამისად მისი არასანქცირებული აწევა ხელშეკრულების პირობის უხეში დარღვევაა. ამავე ხელშეკრულების თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრება ის კონტენტით შინაარსიც, რასაც ხედავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის მაყურებელი. ამ კონტენტის გამოყენება ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ შიდა საწარმოო დავაში საკუთარი პრეტენზიების გამოსახატავად კატეგორიულად დაუშვებელია და ასევე ხელშეკრულების პირობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ამ პრობლემების შესახებ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 16 ოქტომბერს აცნობა კომპანიის მენეჯმენტსა და გააფრთხილა, რომ ხელშეკრულების პირობების შემდგომი დარღვევა გამოიწვევდა ურთიერთობის გადახედვას. წერილის პასუხად 17 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელს მომართა ტელეკომპანია პიკის გენერალურმა დირექტორმა და იგი ვალდებულებას იღებდა საქმის გულში ჩაეყენებინა კომპანიის დამფუძნებლები. 18 ოქტომბერს მაუწყებელს ტელეკომპანია პიკის გენერალურმა დირექტორმა მომართა თხოვნით, რომ კომპანიის პარტნიორებთან შეთანხმებით შეჩერებულიყო მაუწყებელსა და პიკს შორის არსებული ხელშეკრულებები და დაწყებულიყო მოლაპარაკებები. მზად ვართ ყურადღებით მოვისმინოთ ყველა კონკრეტული პრეტენზია იმის შესახებ, თუ როდის, რა ვითარებაში და ვის ეთქვა უარი საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, ასევე მზად ვართ ნებისმიერ დროს განხორციელდეს მაუწყებლის საქმიანობის როგორც სახელმწიფო, ასევე დამოუკიდებელი კერძო აუდიტი. ნახევარ საათში დინამო სტადიონზე ბერა ივანიშვილის კონცერტი იწყება. 7 ახალი სიმღერა, ბევრი სურპრიზი და 60,000-ზე მეტი მაყურებელი. ასეთი იქნება ბერას კონცერტი. დინამო სტადიონზე ძირითადი ტექნიკური სამუშაოები დილის საათებში დასრულდა. შემდეგი სტადიონი ვიზუალურად გააფორმეს და როგორია სამზადისი. ამას ახლა თიკა წერეთლისგან შევიტყობთ, ის პირდაპირ ეთერში გვერდება. თიკას აღაუმშვიდობს.
მოგესალმები სოფო დინამო არენაზე ბერა ივანიშვილის რიგით მე-10 სოლო კონცერტი გაიმართება. ეს კონცერტი მოგეხსენებათ ტურნე პირდების ფარგლებში იმართება. მზადება დილიდან დაიწყო დინამო არენაზე და ამ დროისთვის ტექნიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია. პირველი გულშემატკივარი აქ რამდენიმე საათის წინ მოვიდა და უკვე ძალიან ბევრმა მაყურებელმა მოიყარა თავი. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი 8 საათზე იწყება, განწყობა არის ძალიან ამაღელვებელი, ამაღლებული და ყველა მოუთმელად ელის კონცერტის დაწყებას. ყველაზე დიდი კონცერტი რაც კი ჩატარებულა ბერას ტურნეს ფარგლებში. ამ კონცერტზე ერთი თვეა ველოდებით და იმდენჯერ გადაიდოდა რომ უკვე მაყურებელსაც აღარ ჯეროდა, მე მგონი რომ ჩატარდებოდა. თუმცა დღეს იქნება ძალიან კარგი შოუ და ისეთ რაღაცებს უნდა ელოდეს თბილისის მაყურებელი, რაც სხვაგან არსად არ ყოფილა. როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან დინამო არენაზე მოსულ გულშემატკივარს დღეს ძალიან ბევრი სიურპრიზი ელის, იქნება გარკვეული საჩუქრებიც და რაც ყველაზე მთავარია, რამდენიმე საათი ამ პროგრამაში ბერა ივანიშვილი ცნობილ ჰიტებთან ერთად შეასრულებს 7 ახალ სიმღერას. მე კი შეგახსენებთ, რომ ტურნე გვპირდები, რომლის ფარგლებშიც ბერამ საქართველოს მასშტაბით უკვე 9 კონცერტი გამართა, დღევანდელი გრანდიოზული შოუთი დამთავრდება. დიდი მადლობა. თიკა წერეთელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში დღეს კი რუსთავ ქალაქობა. ტრადიციული დღესასწაულისთვის სამზადისი დილიდან დაიწყო სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. ის იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც ქალაქის დღესასწაულზე გაიმართა. მთავარი მოედანი და მულტიპულტის გმირებმა კი პატარების საბავშვო ღონისძიებებით უმასპინძლეს. ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ რუსთავს და თამარ გოგესაშვილი ბოლო ინფორმაციით. თამარ საღამოშიდობის როგორ ჩაიარა რუსთავში დღესასწაულმა? რუსთავ ქალაქობის დღესასწაული ამ წუთებში რუსთავის თეატრში გრძელდება, სადაც რუსთავის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. ეს უკვე ტრადიციად იქცა და რუსთავის საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მოქალაქეებს ყოველწლიურად აჯილდოვებენ. წელს მათ რიცხვში კულტურის, სპორტის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. საზეიმო ცერემონიალის შემდეგ კი რუსთავის თეატრის სცენა ანსამბლ რუსთავს დაეთმო. აკადემიური ანსამბლი აქ საიუბილეო კონცერტს მართავს, რაც შეეხება რუსთავ ქალაქობის პროგრამას. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დღის განმავლობაში არაერთი კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართა. ბავშვები არიან აქ ისეთი გახარებულები, დიდებიც. ეს დღესასწაული მართლაც გადაიქცა ხალხის დღესასწაულად და ძალიან ბევრი რუსთაველი მონაწილეობს, ბევრი რუსთაველი ერთმანეთს უროცავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღესასწაული თავისუფლების მოედანზე გაგრძელდება, სადაც DJ გვიან ღამემდე დაუკრავს. რუსთავ ქალაქობა 2012 კი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება. დიდი მადლობა. თამარ გოგესაშვილი საუბრობდა რუსთავიდან პირდაპირ ეთერში. ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრები დევნილები მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს უჩივიან. დასახლებაში სულ 17 კორპუსია განთავსებული, სადაც 1355-მდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადრილებული პირი ცხოვრობს. დევნილები ამბობენ, რომ მათ წლების მანძილზე დენის, გაზის, სასმელი წყლისა და გზის პრობლემა აქვთ. პრობლემათა ჩამონათვალს 2010 წელს დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების უხარისხო რეაბილიტაციის შედეგებიც ემატება. დაზიანებულია სახურავი და წყლის მილები, რის გამოც წვიმის დროს წყალი საცხოვრებელ ოთახებში აღწევს. როგორც დევნილები ამბობენ, დახმარებისთვის მათ არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს, თუმცა უშედეგოდ. ლტოლვილთა განსახლების სამინისტროს მერეთის სამმართველოს უფროსი დავით აფციაური კი ვალდებულებას ნაწილობრივ იხსნის და მათ ურჩევს, რომ დახმარებისთვის ადგილობრივ გამგეობას მიმართონ, ვინაიდან ისინი უკვე დევნილთა საცხოვრებელი ბინების ოფიციალური მესაკუთრეები არიან. არა გვაქვს წყალი, მარტო სულ 24 საათი მოგეწოდება 1 საათი წყალი. იგიც ხან არის და ხან არა. არა გვაქვს განათება, არა გვაქვს გზა, არა გვაქვს გაზი, არაფერი, საერთოდ რა გვაქვს. პირველ ყოფილი ადამიანები ვთხოვოთ, მეტი არაფერი. ჩვენი მემხედი კიდე კაციშვილი არა. ყოველ საღამოს მოდის საათნახევარი. საათნახევარი მესამე სართულზე, მეოთხე სართულზე ძალიან გვიჭის წყალი. ხალხს ძალიან უწყოთ რჩებიან. ეს 3 წელიწადი არის გააკეთდა რემონტი ჩვენთან, ძალიან უხარისხოდ, რაც გააკეთენ რემონტი, ყველაფერი ძესეყრება კაფელები და ეგეთი. კეთდება რეზერვუარები, საიდანაც შეიძლება უკვე 24 საათიან რეჟიმში მიეწოდოს სასმელი წყალი მოსახლეობას. ხარჯთაღრიცხვები გაკეთებული არის უკვე რამდენი ერთი თვე არის, ფაქტურად გადაგზავნილია დოლთა სამინისტროში.
და კიდევ ერთხელ დევნილთა განსახლების თემა ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში შესახლებულ დევნილებს შენობის დაცლას თხოვენ. შენობის მფლობელი კომპანია ბლოკ ჯორჯია დევნილები აცხადებენ, რომ შენობას მანამ არ დატოვებენ, ვიდრე მათ ალტერნატიული ფართით არ დააკმაყოფილებენ. საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ორი ოჯახი უკვე მე-11 დღეა ცხოვრობს. 20-მდე დევნილმა ოჯახმა კი წუხალ შენობის დარი შეამტრია და ოთახები დაიკავა. საავადმყოფოს ყოფილი შენობა ბლოკ ჯორჯიას 5 წელია უკვე საკუთრებაში აქვს. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადა, განთავსდება. ზუგდიდის რაიონული საავადმყოფო უკვე 7 თვეა დახურულია. ჩვენ შესულები ვართ უკვე მე-11 დღეა დღეს, ბავშვიანად 5 შვილიშვილი მყავდა, გასვლას არ ვაპირებ ცოცხალი თავი. ან და აქედან გაგვიყვანოს და დაგვაკმაყოფილონ. სხვა შემთხვევაში ჩვენ აქედან არ გავალთ. ხალხის დაკმაყოფილების იდეა ჩვენ არ აგვაქვს. ჩვენ ამართ სულ სხვა ორგანიზაცია. ვინც შეისყიდა ეს ტერიტორია და ეს შენობა ნაგებობა. ჩვენ ამას ვკეთებთ ახლა მიმდინარე რემონტს, კლიანად შენობას, აი ეს ხედავ რას გავს. აი ეს უნდა გავალამაზოთ, გავაკეთოთ ისე რომ ევროდონეზე უნდა იყოს. და იქნება ისევ დაუბრუნდება პირვანდელ სახეს სამომთხოვნო. მოვლენ ორგანოს მუშაკები და ეთქვიან როგორ იქნება. ხელმძღვანელობა ჩაერევა ამას ყველაფერს. განსახლების სამინისტროსთან ვაცნობთ ჩვენ უთხარი და მოვლენ და ეთქვის ამ ხალხს ან დააკმაყოფილებენ რაღაცა იქნება. ზუგდიდში ურთის მთაზე ხეების ჭრა უკვე შეჩერებულია. ამის შესახებ მეცხრე ბუნებრივი რესურსების სააგენტოში განუცხადა. სააგენტოს ცნობით ხეების ჭრა სამრეწველო მიზნით არ ხდებოდა და იქ მოსახლეობა გამოწერილ ხეებს მხოლოდ ბანკში გადახდილი ქვითრის შემდეგ ჭრიდა. ურთაში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სულ 3 ტყეპი აქვს გამოყოფილი, აქედან 2 უკვე ათვისებულია. მესამეზე კი 500 კუბური მეტრი საშეშე მერქნის წარმოებაა შესაძლებელი. ურთის მთაზე გაჩეხილი ტყის ამსახველი ფოტოები რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე აიტვირთა, რასაც სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვა მოხდა. არცენდა მე 3 დღის წინ ვიყავი აცულის სოფლის მოსახლეობასაც შევხვდი, ახლა ჩემი თანამშრომლებიც იქ არიან, ყოველდღეს ინფორმაციას ღებულობ, ახლა საერთოდ მანქანები და ნარჩენები რო აიღონ, იმაზეც არ უშუქთ რა. სახელ მან ხედ მასივი არის ადრინდელი გადანაჭრები და დეგრადირებული ხეთყე პრინციპში და კანონიერი ჭრა უკანონოს მაგრამ რეაგირება გაკეთებული ქონდა ჩვენ მაგაც აგრიცხული ეხლა არის 400 კუბამდე კანონიერი ხეთყე იქ დარჩენილი. მე ვთხოვე სოფლის წარმომადგენლებს ახლა მუნიციპალ ავედი რომ წარმომადგენელი მოგვამაგრონ და იმათაც აკონტროლონ ადგილობრივ მოსახლეობამ ორივე მაცხოვრებლობა და ორი სოფლის მოსახლეობა გამოყოს და ვაკონტროლოთ ერთად დახმარებას ვთხოვე რომ პროტესტი ხაშურში თვიშხეთის მოსახლეობა რკინიგზის გადაჭრით იმუქრება. ადგილობრივების განცხადებით სოფელზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალისა და გვირაბის მშენებლობის გამო მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება. სამშენებლო სამუშაოები უკვე 4 თვეა მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში ქანების ჩამოსაშლელად ასობით აფეთქება განხორციელდა. თვიშხეთელების თქმით მშენებლობამ სასმელი წყლის სათავე ნაგებობასაც შეუქმნა საფრთხე სამუშაოებს ჩინური კომპანია ახორციელებს. მოსახლეობის პრეტენზიებთან დაკავშირებით კომპანიის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს. სოფლის მოთხოვნა არის, ჩვენი მოთხოვნა არის, ერთ კვირაში თუ არ მოხდება ამისი ყველაფრის გულთან მიტანა და ისევ ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიტანოს გულთან, ჩვენ თელი სოფელი ვიმუქრებით, გადავკედათ, ან თავარ ხაზს გადავკედათ, ბორჯომის ხაზს გადავკედათ, ან და ლიადაგს გადავკედათ. მოგხედონ, ჩვენი ვალდებულები არის, უნდა მოგხედონ. ზიანდება ბასეინები, წყლის ბასეინები, რომელიც ალბათ ათეულობით სახლს წალეგავს. ზიანდება ისტორიული ძეგლები. დიმიტრი ყიფიანის არ მწოდნე საქართველოში არ მეგულება. დაზიანდა. რესტავრირება ხდება საქართველოს დონით ყველა ისტორიული ძეგლის და ეს კი არ რესტავრაცია კი არ ხდება პირიქით. რესტავრირებულები ფუჭდება. დამეწრელი სოფელი საცხოვრებლად საშიში გარემო და ხელისუფლების დაპირების იმედად დარჩენილი ადამიანები. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი დღვარი 20 წელზე მეტია მეწყერსაშიშ ზონაშია. 2005 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 130 კომლიანი სოფლის დასასახლებლად 780,000 ლარი გამოიყო, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული თანხის სიმცირის გამო მოსახლეობის გადასახლება მაშინ ვერ მოხერხდა. გვარელები ამბობენ, რომ სოფელი წყალზე დგას. სახლების ნაწილი უკვე დაინგრა, ნაწილი კი დანგრევის ზღვარზეა. ხელისუფლებამ 7 წლის წინ გვარელების გასახლებისთვის 780,000 ლარი გამოყო. იმის გამო, რომ ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მშენებლობა სოფელთან ახლოს მიმდინარეობდა, $1 მილიონი გადახდას გვარელებს კომპანია ბიპიც დაგპირდა. ახალი თავრობა მოვიდა სააკაშვილისა, დაგპირდნენ გამოგვიყოს 798 ლარი გამოგვიყოს. ეს თანხა სოფელსა არ ყოფნიდა გადასასახლებლათა
ამიტომა BP-მა გამოგვიყო $1 ბილიონი, როგორც არის ნათქვამის არის და კიდევაც საბუთები არის. ეს $1 მილიონი დაიკარგა და ეს 798,000 ლარითა სოფელს როგორ გადაასახლებ, როცა რომ 425 მოსახლე არის. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნათელა გოგოლაძის განმარტებით საკრებულო მოსახლეობასთან ერთად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მდგვარელების გადასახლების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. უსახლკარო მოსახლეობისთვის მიმდინარეობდა ბინების აშენება და ეს ყველასათვის ნათელი იყო დგვარის მოსახლეობისთვისაც. ამის გამო რამდენჯერმე მივმართე და ვთხოვდი, რომ არის დგვარში მეწყერსაშიში ზონა, სადაც დარჩენილია ოჯახები, რაოდენობა ყველაფერი მქონდა ჩამოთვლილი და ვთხოვდით ჩვენ, რომ ამ მოსახლეობისთვის სადმე თუნდაც მიწის ნაკვეთი ყოფილიყო გამოყოფილი, რომ ერთ სოფლად ესენი ერთად დასახლებულიყვნენ. ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გედევან ფოფხაძის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებამ მდგვარელები დააშანტაჟა. კერძოდ ფოფხაძის ინფორმაციით თითოეულ ოჯახს 5-7 ლარი გადასცეს, რის შედეგადაც მოსახლეობასთან გააფორმეს ხელშეკრულებები, რომლებშიც ადგილობრივები კუთვნილ ქონებაზე უარს ამბობდნენ. ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება BP-სთან. თქვენ მე მომოცითებულიო და ამ პრობლემას ჩვენ თქვენ გადაგიწყვეტთ. პრობლემა რა შემდგომლად გვარებს შეეძლოთ გადააკიდათ BP-ს მშენებარე ტრასა. ეს 800,000 ლარი მიწეს ეს საბუთი წაართვეს და ამით გაიმართლეს BP-სთან თავი რომ გვარის პრობლემა მოიხსნა. მდგვარელები იმედოვნებენ, რომ მათი პრობლემების მოგვარებას ქვეყნის ახალი ხელისუფლება შეეცდება. თბილისში კი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლები ნარგვის ურნების დადგმას ითხოვენ. ადგილობრივები ყვებიან, რომ არჩევნების შემდეგ ურნები დათრა და დასუფთავების სამსახურში ქუჩაში დაყრილი ნარგვის დატანა რამდენჯერმე სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ. დასუფთავების სამსახურმა მოსახლეობის მოთხოვნაზე რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ მოახდინა, რაც ადგილზე მეცხრე არხის გადამღები ჯგუფი გამოჩნდა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების და საარჩევნო წყლის მილების დამოცვლის შეჩერებული სამუშაოების დასრულებასაც ითხოვს. იყო 3 ბუნკერი, 3-ვე გაქრა. იმის მერე რეკავთ ცხელხაზე არ პასუხობენ, რეკავთ ყველგან არავინმა ყურადღება არ მომაქცია. ორეკეთ TV9-ში ზუსტად თქვენთან და აჰა, შედეგი ვნახეთ. შემოვიდა საჩივარი, რომ არჩევნების შემდეგ აი გუძანდებით, სადაც მოხდითად ნახეთ, რომ დაიყო დადგმული ურნები და იმის შემდეგ 3 წელი უნდა უკვე აღებულია. უკვე ეს გრძელდება 10 დღეზე მეტია, 15 დღეზე მეტია, ზუსტად არ ვიცი კონკრეტულად და ხალხი არის უკვე შეწუხებული, აი როგორც ხედავთ, რომ არავი აღარ არის გატანელი, ყოველდღიურად უკვე მიმდინარეობს თან ამის აფიშირება, რომ ყოველდღიურად ოცნება გაგიკეთებთ და ასე შემდეგ. მწერლებისა და პოეტების პროტესტი რუსთავში მათ მწერალთა სახლის დაუქმება დააპროტესტეს. შენობა 2007 წელს ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა. დღემდე უცნობია მისი რეალური მფლობელი. ნაგებობა კი უფუნქციოდაა დარჩენილი. მწერლები და პოეტები მწერალთა სახლის დაბრუნებას ითხოვენ. ისინი რუსთავის ყოფილ მწერალთა სახლთან შეიკრიბნენ და თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს. მიზანი არის მწერალთა სახლის დაბრუნება. მწერლები ძალიან კარგ საღამოებს ატარებდნენ მწერალთა სახლში, იყო შემოქმედებითი ეიფორია მართლაც, არა მარტო მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, ვიკრიბებოდით, რუსთავს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს მწერლობაში, მე თვითონ პოეტი გახლა ვარ და ვიცი ძალიან ბევრი უნიჭიერესი ახალგაზრდაც და ხანდაზმული მწერლებიც, რომლებიც არიან ყურადღების მიღმა დატოვილი. რამოდენიმე წელი გავიდა. გამოგვიშვი აქედან და უბრალოდ თქვენს რომ ისიც კი არ ვიცით ვისი. მაგრამ აი წლები გადის გამიგე და არც არავინ მოდის რომ გამოიყენოს ეს პარტი და ვერ ჩვენ შევდივართ. და ეს არის ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი. გოგი გვახარიას მასტერკლასი ეროვნულ კინოცენტრში მან დამწყებ კინომცოდნეებთან კინოანალიზის ხელოვნების შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა შემოქმედთა ასოციაციის კრეატივ კლუბის პროექტის ფარგლებში მოეწყობა კინორეცენზიების კონკურსი. გამოვლინდება 3 საუკეთესო რეცენზიის ავტორი, რომლებიც ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან. კინოპროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის დაზრდა ქართული კინემატოგრაფის განვითარების პროცესში. პროექტი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. გამარჯვებული რეცენზიები ბეჭდური მედიით და სოციალური ქსელით გავრცელდება.
პროექტი მიზნად ისახავს აღმოაჩინოს საუკეთესო კინომცოდნეები ამ სფეროში და ასევე ეს იყოს დამატებითი სტიმული მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ დაუფლებია ამ პროფესიას. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ მოვიწვიეთ ქართველი კინომცოდნე გოგი გვახარია, რომელიც წაიკითხავს ტრენინგს. კინოპროცესები დაჩქარდეს და გაუმჯობესდეს სიტუაცია კინოში, ალბათ საჭიროა რაღაც თეორიული ბაზის შექმნა და კრიტიკის გაუმჯობესება, რადგან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქართული კინოს კრიზისისა ჩემი აზრით ის იყო, რომ კრიტიკა არ იყო პროფესიული კრიტიკა, რომელიც უნდა გაითვალისწინონ ალბათ რეჟისორებმა. ამ დროისთვის სულ ეს იყო დღის მთავარი გამოშვება ზუსტად 9 საათზე. მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით.